ლარის კურსის მერყეობამ ბანკებში არსებული დეპოზიტები 800 მილიონზე მეტით გაზარდა. Verizon Yahoo-ს $5 მილიარდად ყიდულობს. გარღვეული სავაჭრო ბალანსი რატომ ვერ ხერხდება იმპორტის შემცირება? ნახეთ დეტალები რამდენიმე წამში. მოგესალმებით, საქმიანი თემები და დროული ინფორმაცია საქართველოდან და უცხოეთიდან ეთერში ეკონომეტრი მე დავით ლაბაძე ვარ. ლარის კურსის მერყეობამ ბანკებში არსებული დეპოზიტები 800 მილიონზე მეტით გაზარდა. ეს დეპოზიტების 6%-იანი მატებაა, მაშინ როდესაც კურსის ეფექტის გარეშე ზრდა მხოლოდ 0.35% არის. ასევე 6%-ით არის გაზრდილი ბადიანი დეპოზიტები, თუმცა ლარის კურსის ეფექტის გარეშე 9%-იანი კლება დაფიქსირდა. მთლიანად 1 ივლისისთვის ბანკებში 14 მილიარდ 300 მილიონი ლარის დეპოზიტებია განთავსებული. სავალუტო დეპოზიტებში დოლარის წილი 82.6%-ია. გარდა ამისა, უარყოფითი პირველი კვარტალის შემდეგ ბანკების აქტივები მეორე კვარტალში გაზრდილია და 25 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ორსართულიანმა მატარებელმა პირველი მგზავრები თბილისიდან ბათუმის მიმართულებით უკვე ჩაიყვანა. შვეიცარიული კომპანია შტადლერის მატარებელმა რეგულარული რეისების შესრულება დღეიდან დაიწყო. ახალი ორსართულიანი მატარებლები გაჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტებზე ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება. ორივე მიმართულებით დღეში 2 რეისი შესრულდება. საქართველოს რკინიგზის ცნობით ახალ მატარებელზე მგზავრობის საფასური იგივე დარჩა, მეორე კლასი 23 ლარი, პირველი კლასი 40 ლარი, ხოლო ბიზნეს კლასი 55 ლარი ღირს. 4 მატარებლის შეძენა კი რკინიგზას 40 მილიონი ევრო დაუჯდა. ამდენი ხანი მოგიდებათ. ალაბრისა და მახათას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულებულია. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარები, ასევე დამონტაჟდა კიულეტერები. გზის გაყვანისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია 4 თვის განმავლობაში აწარმოებდა. დასრულებული პროექტი თბილისის მერმა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა დაათვალიერეს. გზა არასდროს არ ყოფილა და ნულიდან მოხდა გზის დაწყება და გაკეთება. სამებას და მახათას აკავშირებს ერთმანეთთან და სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთია, ვინაიდან აქეთ მხარე ვითარდება, ფართოვდება, მოსახლეობა გადმოდის საცხოვრებლად, გზას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოდის აეროპორტის მიმართულებით ან თავისუფლების მოედნის მიმართულებით ქალაქში აღარ შემოვლენ და ვარკეთილი ნანაკი დანის მოსახლეობა, ასევე ნაძერადების მოსახლეობა ყველა შეუძლია ისარგებლოს ამ გზით. მუნიციპალური განვითარების ფონდმა მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების დამონტაჟება დაიწყო. საპილოტო პროექტი მდინარე ნატანების კალაპოტში განხორციელდა. მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების მონტაჟი გარემოს დაცვის სამინისტროს კვლევის საფუძველზე და მისი რეკომენდაციით ხორციელდება. აღნიშნული სამუშაოები შავი ზღვის სანაპიროს დაბინძურების საწინააღმდეგოდ ტარდება. ნარჩენების დამჭერი ახალი კონსტრუქცია მდინარის დონის მატება-დაკლების შესაბამისად მოძრაობს და მდინარის ზედაპირზე მცურავი ნარჩენების, მათ შორის ნავთობპროდუქტების შეკავებას უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე ანალოგიური სამუშაოები სხვადასხვა მდინარის კალაპოტში მიმდინარეობს. მდინარეები, რომელიც ჩაედინება ზღვაში და რომელსაც მოაქვს სხვადასხვა ტიპის ნარჩენები, ჩვენ ამ მოწყობილობით უზრუნველყოფთ იმას, რომ ზღვაში აღარ მოხდეს, ზღვის დაბინძურება აღარ მოხდეს. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზღვა იქნება დაცული სხვადასხვა ნარჩენებისგან. ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დიდი ბრიტანეთი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადებას გეგმავს. ბრიტანეთის ხაზინის კანცლერმა ფილიპ ჰამონდმა ჩინეთში გამართული დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის დროს უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე, რომელიც წამყვან ჩინურ ბანკებსა და კომპანიებს ბრიტანეთის ბაზარზე წვდომას გაუადვილებს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის ფორმატი ევროკავშირის არც ერთ წევრ ქვეყანასთან არ აქვს. კანცლერის აზრით, დროა ბრიტანეთმა მსოფლიოს ირგვლივ ახალი შესაძლებლობების ზემნა დაიწყოს, მათ შორის ჩინეთშიც, რომელიც ბრიტანეთისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა. ამერიკული სატელეკომუნიკაციო გიგანტი Verizon-ი ინტერნეტ კომპანია Yahoo-ს $5 მილიარდად ყიდულობს. როგორც აგენტო Reuters სანდო წყარომ განცხადა, შესაბამისი გარიგების შესახებ განცხადებას Verizon-ი დღეს ნიუ-იორკის ბირჟის ვაჭრობის გახსნამდე გააკეთებს. ამით წერტილი დაესმება Yahoo-ს მომავალი პერსპექტივების შესახებ არსებულ რამდენიმე თვიან გაურკვევლობას, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც თებერვალში კომპანიამ განაცხადა, რომ ალტერნატიული სტრატეგიის გეგმების გადახედვას აპირებდა. გარიგების შემდეგ Yahoo-ს შეწყვეტა არსებობას როგორც მოქმედი კომპანია.
ესეც საქართველოს 2016 წლის იანვარ-ივნისის უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მთლიანი საგარეო ვაჭრობის 67% შეადგინა, რაც ფაქტობრივად ისტორიული მაქსიმუმია. ანალიტიკოსების ნაწილი ასეთ უზარმაზარ სავაჭრო გარღვევას მიზეზად C-ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამის ფარგლებში შემოტანილი მედიკამენტების იმპორტს თვლის, რომელიც საქართველოს საჩუქრად გადაეცემა. იანვარ-ივნისში ექსპორტი შემცირებულია როგორც ევროკავშირის ქვეყნებთან, ისე DST-ს ქვეყნებთან, კერძოდ სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2%-ით ნაკლებია. აქედან 22%-ით შემცირდა ექსპორტი, ხოლო იმპორტი 4%-ით. რაც შეეხება DST-ს ქვეყნებს, სავაჭრო ბრუნვა შარშანდელთან შედარებით 15%-ით შემცირდა. აქედან ექსპორტი 29%-ით ნაკლებია, ხოლო იმპორტი 8%-ით. 2016 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20%-ით გაიზარდა, აქედან ექსპორტი 12%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი არის გაზრდილი 30%-ით. რამდენად სწორად ითვლება და რაზე მეტყველებს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა? თემაზე ეკონომეტრის სტუმარია, ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია. ბატონ ვახტანგ, მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონ დავით. ბატონ ვახტანგ, გარკვეული სავაჭრო ბალანსი სამწუხაროდ ქართული საგარეო ვაჭრობის მუდმივი პრობლემაა, მაგრამ ბოლო თვეებში ის ისტორიულ რეკორდებს ხნის. რამდენად საშიშია ზოგადად ეს მაჩვენებელი და რა უარყოფით პროცესებზე მეტყველებს ეკონომიკაში? დავით, აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, რომ ის ახალ რეკორდებს ხსნის, თუმცა არა პოზიტიურს, არამედ სამწუხაროდ ნეგატიურ რეკორდებს, თუმცა თქვენ როგორც აღნიშნეთ თქვენ სიუჟეტში, ნამდვილად მართალია, რომ ეს გარღვევა ძირითადად არის დამსახურება იმ სპეციალური სამკურნალო საშუალებების, რომელიც C-ჰეპატიტთან საბრძოლველად შემოდის ქვეყანაში და რომელიც საჩუქარია, თუმცა ქვეყანაში შემოსვლისას ის აუცილებლად აღირიცხება როგორც იმპორტირებული პროდუქტი და მისი მოცულობა გახლავთ დაახლოებით $1.200-დან $1.400,000-მდე, რაც ნამდვილად ის საჩუქარი გახლავთ, თუმცა თუ ჩვენ ამ თანხას გამოვრიცხავთ და ისე დავითვლით იმპორტირებულ პროდუქტს, ანუ რასაც საქართველოს შეისყიდულობს ერთი სიტყვით რო ვთქვათ, საზღვარგარეთიდან გამოვა რომ სავაჭრო დეფიციტი თავის ნორმალურ ფარგლებს, რა თქმა უნდა, მაინც უარყოფით, მაგრამ ამ პროგრამის ფარგლებში შემოტანილი მედიკამენტები არის საჩუქარი. შესაბამისად, რამდენად სწორია მისი ასახვა საგარეო ვაჭრობის სტატისტიკაში, როგორ ფიქრობ? რავი, ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ, თუმცა ფაქტი არის, რომ ეს ასე იანგარიშება, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, შესაძლოა საჩუქარი და უშუალოდ არ იყოს სწორი, რომ აღირიცხებოდეს იმპორტირებულ პროდუქციაში, თუმცა ამის მსგავსად შეგვიძლია აგრეთვე ჩვენ თქვათ, რომ თუნდაც ჩვენი ნივთები შემოქონდეს შეძენილი საზღვარგარეთიდან, გარკვეული საბაჟო პროცედურები იქაც არის საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაუშვათ, აი მე პირადად ერთ წუთს მომცემ ძალიან მოკლედ ვიტყვი, ამერიკაში ყოფნის დროს დამრჩა ჩემი პირადი ნივთები ამერიკაში და გამოგზავნისას დაეწერა, რომ დაახლოებით $300 ღირებულების იყოს ჩემივე ნივთები საქართველოში, მე მომიწია განმებაჟებია და გადამეხადა გარკვეული გადასახადი. ესეც არასწორი ფორმა იყო, რა თქმა უნდა, თუმცა ეს ასე კანონით არის დადგენილი და ეს უკვე სხვა რეგულაციების ცვლილებაზე, ესე ვთქვათ, მეტყველებს და საჭიროებაზე მეტყველებს ვიდრე იმ რეალობაზე, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. ბატონ ვახტანგ, როდესაც ოფიციალური სტატისტიკა ითვლება ასეთი მეთოდოლოგიით, როგორ უნდა გაიგოს რიგითმა მოქალაქემ ან ინვესტორმა რა დგას ამ სტატისტიკის უკან, საჩუქარი თუ რეალური იმპორტი? ძალიან სწორი შეკითხვაა, ეს განმარტებები, რა თქმა უნდა, კეთდება და საქართველოს მოსახლეობამ ეს იცის, ყოველ შემთხვევაში იმ წრეებში, ვინც ამით არის დაინტერესებული, თუმცა ფართო მასებმა და შესაძლოა ბევრმა საზღვარგარეთ ეს არ იცოდეს და როდესაც დაინახავს, რომ ჩვენი სავაჭრო დეფიციტი ესეთი უზარმაზარია, ეს ნეგატიურად შეიძლება აისახოს მათ დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ, თუნდაც საინვესტიციო თვალსაზრისით. ამიტომ, თუმცა ეს კანონმდებლობის გადასაწყვეტი, ეს არ არის ეკონომისტების გადასაწყვეტი, ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ ავხსნათ, რამ მოიწვია ეს და რასთან გვაქვს დღეს რეალურად შეხება. სხვა მხრივ უკვე ამისი დათვლის მექანიზმებზე უშუალოდ საქსტატმა და სხვაზე მდგომა ორგანოებმა უნდა იმსჯელონ. რაც შეეხება იმპორტს, მართალია იმპორტით სისტემატურად იკლებს, მაგრამ შედარებით მცირე ბიჯით ვიდრე ექსპორტი. საერთო ჯამში კი წლიურ დონეზე ბოლო 3 წელია იმპორტი განუხრელად იზრდება, ექსპორტი კი მცირდება. ანუ რა გამოდის, სულ უფრო ნაკლებს ვაწარმოებთ და სულ უფრო მეტ უცხოურ პროდუქციას მოვიხმართ? ამას გარკვეული თავისი ახსნა ამასაც აქვს, თუნდაც იგივე სავალუტო რყევებმაც გამოიწვიეს ეს და ის, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი საზღვარგარეთ მცირდება წლიდან წლამდე და უკანასკნელი მონაცემებით იანვარ-ივნისში 2015 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, რომ 12%-ით შემცირდა ჩვენი ექსპორტი. ეს ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში არაიმდენად საქართველოს და საქართველოში წარმოებული პროდუქციის დაბალი ხარისხის მანიშნებელია, არამედ იმისი, რომ
საზღვარგარეთ ჭირს იმპორტირებული პროდუქციის შეძენა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით ჩვენი ძირითადი სამომხმარებლო ანუ ბაზრები, რომლებიც ძირითადად ქართულ პროდუქციას მოიხმარდნენ, იგივე ჩვენი სამეზობლოს ქვეყნები არიან ძირითადში და მათთან ყველასთან ეროვნული ვალუტების გაუფასურებამ გამოიწვია ქართული პროდუქციის გაძვირება. თუნდაც დღეს თურქეთში მიმდინარე მოვლენები, როდესაც თურქული ლირა უფასურდება, დამატებით პრობლემებს წარმოშობს ქართული ექსპორტისთვის, რადგანაც ქართული ექსპორტი ძვირდება თურქულ ბაზარზე და ასეთი მიდგომებით შეიძლება ნამდვილად აიხსნას ქართული პროდუქციის ექსპორტის შემცირება. თუმცა ნათელია, რომ თუ ის პროდუქცია, რომელიც ჩვენ აქამდე გაქონდა და უშუალოდ ცირდება, მასზე მოთხოვნა, მაშინ საჭიროა რაღაც ახალი მექანიზმების მოძებნა და თუნდაც იგივე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ახალი პროდუქტების შეტანა ევროკავშირის ბაზარზე ნამდვილად იქნება ის ჩანაცვლების ამ თემაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, ბატონო ვახტანგ, ექსპორტის და ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად მთავრობამ საკმაოდ დიდი ფული და ადამიანური რესურსი დაახარჯა, მაგრამ სტატისტიკას თუ შევხედავთ, კვლავ დიდი რაოდენობის იმპორტს მოვიხმართ. ესე იგი, ეს ყველაფერი შედეგს არ იძლევა, სხვა შემთხვევაში 4 წელიწადში რაღაც უკეთესობა ხომ მაინც უნდა ყოფილიყო სავაჭრო ბალანსში. სამართლიანი შეკითხვაა, თუმცა მოდის მე მეორე მხრიდან მივუდგებოდი ამ საკითხს, რომ არა ის ინვესტიციები კიდევ უფრო დაკლები იქნებოდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის მოხმარების წილი საქართველოში და კიდევ უფრო სავარაუდოდ დიდი იქნებოდა იმპორტირებული პროდუქციის წილი. თუმცა ეს ახლა არ არის ერთადერთი და სწორი პასუხი, რა თქმა უნდა, თუმცა ის ინვესტიცია, რომელიც გახორციელდა მასივე პროცენტით, რა თქმა უნდა, ვერ იძლევა იმ ეფექტს, რაც იყო დაგეგმილი და ჩვენ გვაქვს გარკვეული პროექტები, რომელმაც მასშტაბურად ვერ გაამართლეს თავისი თავი, თუმცა ხელშეწყობა, თუნდაც იგივე სოფლის მეურნეობის ეს წარმოების იქნება თუ ინვესტიციების მოზიდვის თუ უამრავი სხვადასხვა პროექტი არსებობს მოგეხსენებათ, ნამდვილად საჭირო არის და მათ გარეშე კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ვიქნებოდით. ანუ ვახტანგ, საექსპორტო ათეულში შემავალი ყველა პროდუქტი, ღვინისა და სპილენძის მარნების გარდა ისე ვარდნას განიცდის. რა არის ამის მიზეზი, მხოლოდ მოთხოვნის შემცირება საერთაშორისო ბაზრებზე თუ არასწორი მარკეტინგი? არასწორი მარკეტინგი შეიძლება გარკვეულწილად სწორი პასუხი იყოს, იმიტომ რომ ქართული ღვინის და მინერალური წყლების მოგეხსენებათ და გარდა ხაშერის ერთი ფაქტი მინდა უცებ აღვნიშნო, რომ ღვინო და მინერალური წყლები საქართველოს უდიდეს უმრავლესობას მოსახლეობისა გონია, რომ ძირითადი პროდუქტებია საქართველოს ექსპორტში, არადა ღვინოს მე-6 ადგილი უკავია და მინერალურ წყლებს კიდევ უფრო უკანასკნელი ადგილი უკავია და ძირითადად ეს არის მადნების გატანა საქართველოსდან, რაც აკეთებს ესე ვთქვათ გენერირებას ქართული ექსპორტის და ჩემი აზრით სტრუქტურაა ზოგადად შესაძლებელი ის, რომ პირველ ადგილზე სპილენძი და სპილენძის მადნებია, ეს არის კატასტროფა საქართველოსთვის და რომ იყოს ამ მადნებისგან დამზადებული, გადამუშავებული პროდუქტი, ეს უკვე ბევრად უფრო მეტ დამატებულ ღირებულებას შექმნიდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს ექსპორტს ბევრად წაეშველებოდა და ჩემი აზრით ეს სტრუქტურირებულად არის უფრო რაღაც შესაძლებელი და დაუბრუნდებით თქვენ შეკითხვას მარკეტინგული. ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს იმ მოდენობის და იმ მოცულობის პროდუქცია, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდიდა ჩვენს ექსპორტს. ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ პატარ-პატარა რაღაც ხრიკებით, რაღაც ახალი პროდუქტის ეს თუნდაც სოფლის მეურნეობის რაიმე ახალი პროდუქტის გატანით ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც აქამდე არ გადიოდა ევროკავშირის ბაზარზე, თუმცა მოგეხსენება ჩვენ არ გვაქვს არც ნავთობი, არც გაზი, არც რაიმე სხვა მასშტაბური პროდუქტი, რომელიც დიდ შემოსავლებს მოგვიტანდა, ამიტომ ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს მოკლევადიან პერსპექტივაში მის შესაძლებლობა, რომ ეს ჩვენი სავაჭრო დეფიციტი, რომელიც ძალიან მაღალია, რამენაირად მნიშვნელოვნად შევამციროთ. ბანუ ვახტანგ, რომ დაუბრუნდეთ ევროკავშირის ბაზრის თემას, აღსანიშნავია, რომ ექსპორტის თვალშისაცემი კლება ევროკავშირის მიმართულებით. ამის საპირისპიროდ ისევ იზრდება იმპორტი, რომელიც 2 კვარტლის მონაცემებით 4%-ით მეტია. აქედან გამომდინარე, ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის 25%-ის ფარგლებშია. რამდენად შესაძლებელია ამ დისბალანსის გამოსწორება, როგორ ფიქრობთ? ამ დისბალანსის გამოსწორება არათუ შესაძლებელია, არამედ ჩემი აზრით უახლოეს მომავალში უნდა მოვახერხოთ, იმიტომ რომ ის ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ მოგვეცა, გვაძლევს შესაძლებლობას არა მხოლოდ ჩვენ, საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს და ქართულ ბიზნესმენებს შესაძლებლობას, რომ ახალი პროდუქტები გავიტანოთ ევროკავშირის ბაზარზე, არამედ სხვა ქვეყნებსაც, თუნდაც იგივე ჩვენ სამეზობლოში არსებულ ქვეყნებსაც და თუნდაც ისეთ მსხვილ გიგანტ ქვეყნებს, როგორც არის ჩინეთი, თქვენ ახსენეთ თქვენ სიუჟეტში, რომ ჩინეთს არც ერთ ევროკავშირის წევრ ქვეყანასთან არ აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რაც მას შეუძლია საქართველოს გავლით გამოიყენოს და საქართველოში გახსნილი ახალი საწარმოები თუ ახალი ინვესტიციის
მეშვეობით მას შეუძლია თავისი პროდუქცია გაიტანოს ევროპულ ბაზარზე. და როგორ ფიქრობთ, მზად არის ჩვენი მრეწველობა იმისთვის, რომ გაზარდოს ექსპორტი? ჩვენი მრეწველობა დღესდღეობით ნამდვილად არ არის მზად, თუმცა ის ახალი ინვესტიციები, რომლის მოლოდინი ნამდვილად არსებობს და დაგეგმილი პროექტები, რომელიც უნდა განხორციელდეს, სხვადასხვა წყაროებიდან მოძებნილი ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობ, თუ რა თქმა უნდა ეს პროექტები განხორციელდა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მოვახდინოთ როგორც მინიმუმ ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვა. რაც შეეხება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რამდენად დაიცავს ეს ხელშეკრულება ჩვენს ბაზარს იგივე ჩინური პროდუქციის შემოდინებისგან? ჩვენ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ფარგლებში გვაქვს დასაცავი გარკვეული სტანდარტები, რომელიც უხარისხო პროდუქციის ეს იმპორტი იქნება თუ ადგილზე წარმოება უბრალოდ გამორიცხავს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონმდებლობის დონეზე როგორც მინიმუმ ჩვენ დაცული ვიქნებით, თუმცა რეალობაში რა მოხდება და გარკვეული იატაკქვეშა საწარმოები თუ ამოქმედდება, ამაზე უკვე პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებ, თუმცა საკანონმდებლო დონეზე ჩვენ დაცული ვართ. ანუ ახტანგ DST-ის სივრცესთან მართალია მცირდება როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტიც, მაგრამ ის არის კვლავ ჩვენი ექსპორტის მთავარი ბაზარი. რატომ ვერ ვახერხებთ ჩვენ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის უფრო აქტიურ გამოყენებას? DST-სთან ჩვენ ისტორიულად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩამოვიყვალებდა ძალიან სოლიდური ეკონომიკური თანამშრომლობა, რომლის ეს ერთბაშად შემცირება, ან მე ვგულისხმობ პროცენტულ მაჩვენებლებში, თორე აბსოლუტურში რაც უფრო მეტად გაიზრდება, მით უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა. პროცენტულ მაჩვენებლებში მისი შემცირება და მის ხარჯზე ევროკავშირის ან სხვა განვითარებული რეგიონების და ქვეყნების წილის ზრდა ძალიან რთული გახლავთ, იმიტომ რომ თუნდაც მოგეხსენება ჩვენი საექსპორტო პროდუქცია, რომელიც გადის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი, რაც არის ღვინო, თუნდაც სხვა პროდუქტებთან ერთად, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან ერთად, ძირითადად რუსეთში გაედინება. აგრეთვე მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური ჩვენი პარტნიორი სავაჭრო ურთიერთობების მხრივ, რომელიც აგრეთვე DST-ის შემადგენლობაში შედის და ესეც გარკვეულწილად ზღუდავს მათი წილის შემცირებას მთლიან ექსპორტში, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ DST-სთან შევამციროთ ვაჭრობა, რა პირიქით მათთან ვაჭრობა უნდა გავზარდოთ, თუმცა წილობრივი მონაწილეობა მათ უნდა შემცირდეს ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების ხარჯზე და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები კი ნამდვილად სულ ცოტა ხანია მოგვენიჭა ჩვენ და ამ შესაძლებლობების გამოყენება უკვე ჩვენ მთავრობაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიურად შეძლებს ის ბიზნესთან ერთად, რა თქმა უნდა, და უпростоრედ ბიზნესი მთავრობასთან ერთად ამ რესურსის გამოყენებას. ელოდები თუ არა, რომ მომდევნო კვარტალში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი შეძლო შეიცვალოს? რთული ამაზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც უკვე მოგახსენეთ, დაახლოებით $1.200-დან $1.400-მდე დოლარის ეკვივალენტი პროდუქტი შემოვიდა ეს საჩუქრის სახით, როგორც უკვე ვთქვით. ეს მომდევნო თვეებში ამ ხელა მაინც რომ არ იყოს, რომელიც ფიქსირდება დღეს. თუ გამოვრიცხავთ აი ამ კონკრეტულ სეგმენტს ჩვენი იმპორტისა, მაშინ ჩემი აზრით წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ის დაახლოებით ადეკვატური იქნება და დაახლოებით თანაბარი იქნება. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია იყო ჩვენი დღევანდელი სტუმარი. ახლა კი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წუთის წინ დაადგინა. ლარი მცირე დიდ გამყარდა. დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად $1.2.34 ღირს, €1, $2.57. აღნიშნული კურსი ძალაში ხვალიდან შევა. დღეს კი $1 ღირებულება ოფიციალური კურსით $2.34. ეკონომეტრი დღეს ამ ინფორმაციით გამოშვებათ ერთმანეთს ხვალ 16 საათიანი მომენტის დასრულებისთანავე შევხვდებით ნახვამდის.